ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ერთი რაღაცა, რომ ეს ქვეყანა ხელში ჩაგდებული აქვს ადამიანს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის დასანქცირებული მის კოლეგა რომანოვ ფარცხალაძესთან ერთად ძალიან კონკრეტული მიზეზით. ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. აი ყოველ დილით ჩემი აზრით, როდესაც ვიღვიძებთ, ჩემი აზრით, ხო, აი ყოველთვის მთავარი ეს უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვავიწყდ იმდენად დიდი საინფორმაციო და იმდენად გიჟურ საინფორმაციო ნაკადში ვცხოვრობთ, ეს გვავიწყდება. არადა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი. ივანიშვილი არის კეთროვანი. ივანიშვილის ხელის ჩამორთმევას არაპირებს არავინ. გარეთ მას დაღი აქვს დასმული და ის გულუბრყვილო ბრიყული მიამიტობა, რომ ეხლა ტრამპი მოვიდა და იქაც რაღაცა ისე ლაპარაკობენ, როგორც ჩვენ აქ ვლაპარაკობთ. ამათ გონიათ, რომ დედა, მამა-მამას ბრიყულად თუთიყუშივით, რომ აი ივანიშვილს თუთიყუშები რო ყავს, ხო? ისე რომ გაიმეორებ დედა, მამა-მამა, ეფექტურობის რაღაცა დეპარტამენტ შექმნიან და კიდე რა ვიცი, რაღაც ეგეთ მსგავს ფარას გადმოწერენ ისე თან, რომ ამერიკის პრეზიდენტი, ანუ ისეთი ავტომატურად თარგმნეს, რომ ამერიკის პრეზიდენტიც არ შეცვალეს, თქვა საქართველოს პრეზიდენტი თან პრემიერ-მინისტრი, აი ესეთ ამას იზამენ. ეს ხალხი უკვე თავისი ილუზიების ტყვეობაშია. ამათ ეს გონიათ, რომ აქ რო ყველაფერს აკონტროლებ და აღარაფერს მნიშვნელობა რო აღარ აქვს, რომ თუ გინდა ამ ოხრანკაშულს დანიშნავ, გინდა იმას გადაწევ, რასაც გინდა იტყვი და მე იმედზე ხბოსახტაცებით ნებისმიერ რაღაცას გაგიправებენ, გონიათ რომ სოფლიო ესეა. და აი ამ როლში შესულები არიან, მე ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილს გაკვირვების წერილი დაუწერე, რომ აქამდე ტრამპმა რატო არ დაგვირეკავ. ხალხო, ჩვენ ვლაპარაკობთ არა მარტო რუსულ რეჟიმზე, არამედ ვლაპარაკობთ ფსიქოპატზე, რომელიცაც აბსოლუტურად არანაირი წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მსოფლიო. და რაც არ უნდა ცვალებადი იყოს ეს მსოფლიო, აი ამ ფსიქოპატს მაინც მისი წარმოდგენებიდან გამომდინარე აბსოლუტური აცდენა აქვს. ეს არის სახიფათო ადამიანი. სახიფათო ადამიანი, ეს არის, რა ვიცი, ლიმონკა გახსნილი გიჟი, რომელსაც როდის ააფეთქებს ამ ქვეყანას, მართლა დროის საკითხია. ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, ამიტომ სახიფათოა, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა, ამიტომ არის ამდენი ბრუტალობა, ამიტომ არის მეორე უბედურება ის, რომ ყველა ხელისუფლებას საქართველოში ისეც ასეც მოგწონა, არ მოგწონა, ქონდა თავისი მუხრუჭი. აი, ჩვეულებრივი თქვა ტორმუზი. და ეს ტორმუზი იყო დასავლეთი. ასეთი ქონდა შევარდნაძეს და იმიტომაც მათ შორის გადადგა ვარდების რევოლუცია, როდესაც მოხდა, ასეთი არსებობდა ჩვენს პირობებში, იმიტომ რომ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელიც CNN-ით იწყებოდა და ასე ვთქვათ, საერთაშორისო დღის წესრიგით იწყებდა თავის სამუშაო დღეს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის იყო ეს მნიშვნელოვანი. ანუ ეს იყო, ასე ვთქვათ, ტორმუზი და დღეს ყავს ხელისუფლება, რომელსაც აღარანაირი მუხრუჭი არ გააჩნია. ეს სახიფათო მოცემულობა, ამიტომ აძლევენ თავს უფლებას, ასე ველურად იმოქმედონ, ბარბაროსულად დაარბიონ, დაასახიჩრონ და რაც უნდა ქნაც, იმიტომ რომ აბსოლუტურ ხასიათს ატარებს დღეს დაუსჯელობა. და ამ დაუსჯელობას ჩვენ ვხედავთ აი ამ საცოდა პატარა ბავშვებზე და სტუდენტებზე ამ ძალადობას, მაგრამ ეს ძალადობა შეუძლებელია მანდ გაჩერდეს. ამიტომ არის ყოველდღე ქუჩაში ჩვენ ვხედავთ სროლებს, დაყაჩაღებებს, შეკვეთილ მკვლელობებს. ეს მედლის მეორე მხარეა, როდესაც პოლიცია და ძალოვანი სისტემა, მათ შორის ახლა ეს ლოყებდაბერილი რო დადიოდა ლილუაშვილი. 6 წელი ლილუაშვილი ფულის დინებების მეტი, კონტროლის მეტი მას არაფერი არ გაუკეთებია. ჩემი, შენი და აქტივისტებისა და განსხვავებულად, ესე ვთქვათ, პოლიტიკური მწასვლის მქონე ადამიანების საცვლების და ყველაფრის ქეკვის მეტი ამ კაცს არაფერი არ გაუკეთებია. სხვათა შორის მე მგონი დასანქცირებულია, თუ არ ვწდები, რომელიღაცა სანქცია მასზეც არის. თუ არ ვწდები უკრაინის სანქცია, ან ლიტვის, ან რომელიმე ბალტიის ქვეყნის, ასე რომ ესე არა. მე საერთოდ გამოვრიცხავ მაგ თეორიას, რომ კაც შეიძლება დანიშნონ იმაზე, რა ქვია, რა გააკეთა თავის თანამდებობაზე. სააკაშვილი შემოეპარათ და ბაჩიაშვილი გაეპარათ. ამის მაგალითად წიხლით უნდა გაეგდოთ, აქამდე უნდა გაეგდოთ ეგ კაცი. და ეხლა გამოუყვეს სამინისტრო და ჩააბარეს რაღაცა რეგიონები.
იმ რეგიონებს ინფრასტრუქტურა ჭირდებოდა ყველაზე მეტი, იმიტომ რომ ჩამორჩენილია გაუბედურებულია. ეს გაყვეს, შეუქმნეს ისა, იმიტომ რომ ბევრი იცის და მოდი ახლა არ გავანაწყენოთ ადამიანი. და ეს ოხრანკაშვილი დანიშნეს იმაზე, რა ქვია, მართლა რომ შეხედავ, აი ტვინის ნაოჭი რო არ გააჩნია ისეთი, აი სიპი ტვინის ადამიანი, რომელსაც ხელი არა უკანკალდება, ერთი ჩეკისტის ის უნდა ჩააცვა და მაუზერი დააჭერინო ხელში და ჰაბიტუსი აქვს, აი პირდაპირ ჩაცმული შარიკოვი არის. ასეა თუ ეს ნიშნავს იმას, რომ კობახიძე თავის პოზიციებს იმყარებს. იცით არის იმყარებს, კი ეს ესეა, მაგრამ აქაც მნიშვნელობა არ აქვს. ხალია იქნება, ეს იქნება აბსოლუტურად მნიშვნელობა. მაინც აქვს მნიშვნელობა, ვისები არიან, რომელი გუნდის. კი, ეს უფრო ისეთია. ჩემი აზრით ნიშნავს ეს მათ შორის ახლა რო ახსენეთ, რომ დაუშვათ იგივე ლილუაშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი რაც იყო, ხო? ფინანსური ნაკადების კონტროლი, ბიზნესებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, ხო? შეუძლებელია დღეს მათ შორის ბიზნესები არ იყვნენ შეშფოთებულები. იქნება, იმიტომ რომ ლილუაშვილი ამათგან განსხვავებით გიჟი არ არის. ლილუაშვილი და ობსესირებული გიჟი არ არის. ზუსტად მაგის ეს დანარჩენი არის შლეგი. შლეგები 3 წუთს მერე დორბლი რომ მოდის ეგეთ ხალხია. ხო და ლილუაშვილის ქება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ლილუაშვილი ამ სხვებთან შედარებით მაინც იგივე ლევან დავითაშვილიც ვახსენოთ, ხო? მაინც ცოტა სხვა ტიპებად გამოიყურებოდნენ, ასე ვთქვათ, ხო? ლევან დავითაშვილი მაზეც არის და იყო ლაპარაკი, რომ შეიძლება პრემიერად ის შეინაცვლებინათ, მაგრამ ლილუაშვილზე რატომ უფრო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით ზუსტად ფაქტები დადასტურდა, ერთადერთი პირი იყო ღარიბაშვილის კომუნიკაციის მერე, ვინც საქართველოს მთავარი ივანიშვილის მხრიდან კომუნიცირებდა დაუშვათ ვაშინგტონში ცალკეულ სტრუქტურებთან, ხო? ანუ ჩაესვლებოდა, ისინი ძიღებდნენ და ასე შემდეგ. ეხლა მივიღეთ სურათი, რომ ლილუაშვილიც იქიდან მოაშორეს, დანიშეს უხანაშვილი, რომელსაც ამერიკაში კი არა, ამერიკის საელჩოში არ შეესვლება ცნობილი ინციდენტის გამო, ხო? ანუ რა გამოდის, რომ ამერიკასთან ურთიერთობებზე გაუმჯობესების შანსებზე ივანიშვილმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი და თუ ეს ასე არის, მაშინ რის იმედები შეიძლება კონდეს? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მეშვეობით ზურგის გამაგრება აღარ რჩება? აბსოლუტურად ნათელი სურათია. ჩვენ რაღაც ბოლომდე მაინც არ გვჯერა ხოლმე, რომ ეს ადამიანი მიყვება იმ ერთი წლის წინ ეს ყველაფერი დაანონსა. ივანიშვილმა თავის ცნობილ აპრილის თეზისებში გვითხრა, რომ საქართველოში მოხდა გადატრიალება, რომელსაც ქვია ვარდების რევოლუცია. რომ ამ კომისია, რომელიცაც კომისარი წულუკიანი ხელმძღვანელობს, ქვია აი 2003-12 წლის ახლა მე მგონი 25 წლამდე გაამართლა, მაგრამ მნიშვნელობა ომის ეპიზოდი 2008 წლის მნიშვნელოვანი, მაგრამ იქ ეპიზოდია. იმიტომ რომ ესენი ასე უყურებენ, რომ მოხდა გადატრიალება ვარდების რევოლუციის შემდეგ, მოვიდა არალეგიტიმური ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის სახით და იმის მერე რასაც გინდა იმას იტყვი, იმიტომ რომ აპრავი და რა იქ მთავარი რა არის, მთავარი მესიჯი. რატო არის ის თავიდან ბოლომდე 100%-ით კრემლის მესიჯზე ზის? იმიტომ რომ იგივე ივანიშვილის ვციტირებ, რომ ეს იყო უკანონო გადატრიალება და მეორე ის რომ ეს არის იმ დიდი რაღაცა ფერადი რევოლუციების ნაწილი, რომელიც ასე ვთქვათ პირველი მერცხალი იყო ვარდების რევოლუცია, რომელსაც მერე მოხდა ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, იყო ყირგიზეთში, მოლდოვაში, ანუ ეს იყო ასე ვთქვათ დიდი ტალღა, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოდერნიზაციის ევროპული ხა ყირგიზეთის შემთხვევაში შეიძლება ნაკლებად ევროპული, მაგრამ მოდერნიზაციის და ამ საბჭოთა ჭაობიდან, საბჭოთა 90-იანებში ჭაობიდან ამოსვლის სურვილი, რომელიც ამ ამპლიფიკაციამ მთლიანად მოახდინა, იმას საქართველოს იყო ამის ყველაზე მთავარი მაგალითი და სწორედ ამიტომ იყო, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იყო დემოკრატიის შუქურა. ჩვენ დღეს ყავს წინ წლებში ხელისუფლება, რომელიც რა ვიცი, ელჩი რო შეხვდება, აი მთელი პროპაგანდა იმაზე ლაპარაკობს, რომ აი ელჩი შეხვდა, ესე იგი გვაღიარეს. სადამდე დავეცით, კაცო, ჩვენ ვიყავით ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ისე მსოფლიოს სელებრიტები, მათ შორის
დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპი ჩამოდიოდა ინვესტიციას დებდა. ჩვენ ვიყავით რეგიონში მთავარი პოლიტიკური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. არც ერთ ასეთი პატარა ქვეყანასთან ასეთი მაღალ დონეზე აყვანილი ურთიერთობები, სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც გამტკიცებული იყო ორივე პალატის მიერ, საქართველოს იყო საჩვენებელი მაგალითი. აი დღევანდელი სახელმწიფო მინისტრი მარკო რუბიო, აი მაგ წრიდან წამოსულია, რომელსაც საქართველოს 2003-2012 წლების საქართველოს იყო თითით საჩვენებელი სამაგალითო ქვეყანა, რომ ტრანსფორმაცია აი ესეთ საბჭოურ ჭაობიდან შესაძლებელია. აი აქედან მივედით იქამდე, რომ ელჩი თუ შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულ სუბიექტს, პროპაგანდისტვის ეს არის ზეციური მანანა ჩამომავალი ციდან. აი აქამდე დავეცით. და ეს ხო არ არის მარტო სიტყვები. ეს ნიშნავს, რომ დაეცა ქვეყნის პრესტიჟი, დაეცა ქვეყნის ეკონომიკა. აბსოლუტურ იზოლაციაში მოვყევით და რა არის ახლა მომავალი? ეს დღევანდელი ისა. მომავალი ამ თვალსაზრისით ძალიან ცხადია. მე არ მიმაჩნია რამე ყურით მოთრეული მათ და რუსებმა არც უარყვეს, ხო ვნახეთ? რატო ახლა როგორ შეიძლება 12 წლიანი და კიდე 12 წელი დაამატო და ორ თვეში მორჩე კომისიის მუშაობას, ხო? 5 მაისი, რატო 5 მაისი? აგერმე და აგერ თქვენ. აი ის ფეხბურთელი რო ყავთ, ალანიას ფეხბურთელი რო დააბრალეს პრეზიდენტობა 9 მაისს თუ არ აღმოჩნდა აგერ რუსეთში, მოსკოვში, ესე რა ქვია, კუპიდონივით კრემლის კედელთან აგერმე და აგერ თქვენ ნახავთ. მისმა ადმინისტრაციამ უარყო. რა უარყო? მაგის ადმინისტრაციამ რა იცის, რაცო ადმინისტრაციაში დანიშნეს ადამიანი, რომელიც პირდაპირ აი ანტიდასავლელი ტიკტოკერი დანიშნეს პირდაპირ მთავარ იმად და მე აძლევენ 5,000-იან იმას რა ქვია, პრემიას თუ რაღაც ხელფას რა იცის მაგან ან თვითონ რა იცის? ყაველაშობა გონია იცის 8-ში გაიგებს პანჩოს ამოარტყავენ და დავაი წადი და ესე წავა. მაგისთვის არიან ეს თოჯინები. ამიტომ ხა სალია იქ დაждდება, ეს ოხრანკაშვილი აქ დაждდება, მე ეს კობახიძე იქ წავა, რა ქვია, სასამართლოში დღეს ახლა სასამართლოსთან კამათობდით და ის იყო, რა ქვია, არაო ისეთი მძიმე საკითხები აქვს სასამართლოში, ახლა პარტიებია გასაგზალიო. რა მე რა იზე ტურავა და ის ვიღაცები რო უზით რა ის არ აკრძალავს. ეს ხალხი არ არის, რომ სიმულანტები იმას რა ქვია, საკუთარ დედას აკრძალავენ იქ ისეთი ხალხიზეს. ვინ არ აკრძალავს? მანანა კობახიძე არ აკრძალავს, ტურავა არ აკრძალავს, თუ კიდე იქ ვიღაცა ის რაღაც ვიცი სახელები, საერთოდ იმაზე ლეგიონია მართლა მაგათ სახელი. არც სახელი აქვს და არც სახე აქვს, ერთი რაღაცნაირი, აი ეს მასაა, რომელსაც რა ქვია, ძროხებს აჭმევენ. თუმცა მე თურმე ხალხსაც აჭმევენ. ეს კიდე ცალკე უბედურება, ძალიან სიმპტომატური რაღაცა იყო. სხვათა შორის ეს არ არის მარტო სასაცილო ისტორია, ეს არის ტრაგედია. ეს არის უბედურება. ოჯახების და მოდი ახლა გულწრფელად გიორგი. თუნდაც აი ჩვენი ხელისუფლების დროს. აი ეხლა აი ერთი ხელისუფლების წარმომადგენელს არც შეუმჩნევია. არ შეუმჩნევია ხალხი გამწარებულია, შეურაცხყოფილია ხა იმაზე ჯანმრთელობაზე და ბავშვების ჯანმრთელობაზე და პირად ჯანმრთელობაზე და ერთი რეაქცია არა. ამბადაც არ მოუყოლია უპატრონობა ამას ქვია, უპატრონობა. ტყავი უნდა გააძრო ამის გამო. ტყავი უნდა გააძრო ყველას, ვინც ამაზე პასუხისმგებელია და ამას ესე იმაშვება. ეს არის ხელისუფლება? გიგი, ასეა თუ ისე, ივანიშვილი ახერხებს დღეს ძალაუფლების შენარჩუნებას. გასაგებია, რომ დასაწყისში რაზეც საუბრობ, რომ იმდენად საფრთხის მატარებელი რეჟიმია, რომ მასთან მიმართებაში ნორმალურ ადამიანს უწევს ბევრი რისკის გათვლა და უფრო თავშეკავებულად მოქცევა, იმიტომ რომ თავის თავზეც ფიქრობს და იმაზეც უნდა იფიქროს ის, რა სისულელეს და სიგიჟეს ჩაიდენს, ხო? მაგრამ ქვეყანას ვკარგავთ მარტივად და მოკლედ რო ვთქვათ, განსაკუთრებით აი ამ კომისიის მოსალოდნელი შედეგების და გამოთქმული დაპირებების შესრულების პერსპექტივას თუ გავხედავთ. არ იყო შემთხვევითი დღეს აი პატიმრების მშობლები მათი მეგობრები რო შეიკრიბნენ და რაღაც ახალი არ მინდა ამას დავარქვა წნეხი, მაგრამ ბიძგი მიცეს, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, აქტივისტთა ჯგუფებს და ასე შემდეგ, რომ კიდევ უფრო სერიოზულად მოეპყრონ ამ სიტუაციას, ვიდრე ეს დღეს არის.
როგორ უნდა განვითარდეს ეს პროცესი, როგორ შეაფასებდით უნდა 31-ის შეკრებას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც რაღაც პოლიტიკური მოქმედებების მოლოდინებს უკავშირდებოდა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამდენი ადამიანი გამოვიდა და ასე შემდეგ, თუ რამე ნაკლოვანება ქონდა იმისთვისაც არის დემოკრატიული საზოგადოება რომ შეიმჩნიოს და შეასწოროს, წინ არაერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს 9 აპრილი იქნება ეს 14 აპრილი იქნება და ასე შემდეგ და რა იქნებოდა სასურველი სცენარი პოლიტიკური პროცესის განვითარების კოორდინაციის, საკოორდინაციო წინააღმდეგობის პლატფორმა, ითქვა, ხო? ქალბატონი ზურაბიშვილიც მეორე დღე რაც უკვე აქტიურად ჩანს შედარებით მედიასთან, მაგრამ გამოჩნდა რომ ცალკეული პოლიტიკური პარტიები ისე აქტიურად აღარ არიან ჩართული იმ პროცესში, მათ შორის ერთი ნაციონალური მოძრაობა. აი რა იქნება ოპტიმალური სურათი მომავლის ამ პარტიული აქტივობის? გვერდზე რო გადავდოთ, რა ქართული ოცნება რა არის გასაგებია. სად ვართ ჩვენ, სად არის პროტესტი და ჩემის აზრით, ხა, როდესაც არსებობს პრობლემები, ჩვენ იმით განსხვავდებით იმ ზომბებისგან, რომ ამ პრობლემებზე უნდა შეგვეძლოს რაღაც ლანძღვაგინების გარეშე ერთმანეთთან საუბარი და კლიშეების მიწებება. სამწუხაროდ, როცა იწყება ესე ვთქვათ ბუქსაობა, ტორმუზი ბუქსაობა, მან ისე ტერმინებს ხმავთ, რომელიც დამკვიდრებულია. მე იწყება ხოლმე ერთმანეთზე გადაბრალება და ამის სიმპტომები რა იყო სამწუხაროდ და არის. და ეს არ არის კარგი და ამის ერთადერთი პრევენცია არსებობს, ეს არის მსჯელობა. ჩემი აზრით რა პრობლემები გვაქვს და აბსოლუტურად გუცვალოთ ვამბობ, არც ნიშნის მოგებით ვამბობ ვინმეს მიმართ, არც არაფერი. დავიწყოთ თვითონ სად არის პროტესტი და ეს პროტესტი ხო არ არსებობს ცალკე რაღაცა, ეს პროტესტი არის ხელისუფლების, ესე ვთქვათ, ქართული ოცნების მიმართ. ქართული ოცნებასაც აქვს თავისი გეგმა. თავისი გეგმა და ქართული ოცნების გეგმა ესე გამოიყურება. აი ამ კომისიის შემდეგ დაანონსეს და ეს ერთი წლის წინაც თქვა, უნდა აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, ну, ჯერჯერობით საუბარია ნაციონალურ მოძრაობაზე და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე, ეს ტერმინი საერთოდ არც სამართლებრივია, საერთოდ ინკვიზიციური. მაგრამ მონახე სამართლებრივი თქვენს რომ ინდივიდები, რომლებიც მონაწილეობენ სხვაგან, ისინიც აიგრძელებენ. კი, ეს ცალკე ამბავია, ხა ალიკაპს როგორ დაგვადებენ, ანუ ლაპარაკს როგორ აგვიგრძალავენ, თქვათ, გასაგებია, შეიძლება არ მქონდეს უფლება იურიდიულად ვიყოს სიაში და არჩეული, ან თქვათ, კენჭი ვიყარო, მაგრამ ხა აი ლაპარაკს როგორ ამიგრძალავენ, თქვათ, ტელევიზიას თქვენ აგიგრძალა და თქვენ დაგაჯარიმებენ თუ მე დამიძახებ სტუმრად, კარგი ბატონო, ბოლო-ბოლო ავდგები და YouTube-ზე რა ვიცი, ხა მოდაშია ყველა პოდკასტს აკეთებს და რაღაცა დავჯდები და ვილაპარაკებ. თუ ლაპარაკი გინდა ადამიანს ვერაფერს ვერ აუგრძალა, ლაპარაკი სანამ ცოცხალია ილაპარაკებ. ამიტომ როგორ იქნება მაგას თავი დავანებთ? ამათ თავისი გეგმა აქვს, ეს გეგმა არის ის, რომ შეგვათრიონ ზაფხულამდე მიიტანონ სიტუაცია და სადღაც ზაფხულისკენ შეგვათრიონ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც იქნება ეგეთ ვითარებაში კატასტროფა, მასში მონაწილეობა, კაპიტულაცია იქნება და სწორედ ამიტომაც ჩემის აზრით აბსოლუტურად სწორი იყო სინდისის პატიმრების ოჯახების რეაქცია ამაზე, როდესაც დაინახეს ამბივალენტური დამოკიდებულება პარტიებში და გარკვეული ჭმუნვები ამასთან დაკავშირებით, აი ეს დღევანდელი განცხადება ჩემის აზრით ძალიან ზუსტ დროს არის, იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ რეჟიმზე, რომელიც აფორმებს დიქტატურას, ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ზოგადადაც არ არის დაკავშირებული, მასში მონაწილეობა მით უმეტეს იმ კანონებით, იმ წესებით, რაც ყოველდღიურად დამძიმდა, ჩვენ ახლა კიდე კარგად არ აგვაქვს გაცნობიერებული, თუნდაც თვითონ ის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი აბსოლუტურად დაამახინჯეს ისე, რომ იქ შეუძლებელია ოპოზიციამ მოიგოს. მედია, არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისად დამკვირვებლები, ხომ? ანუ პრაქტიკულად მორღვეულია. ჩვენ მაინც ვიკვებებით ილუზიაში, რომ ხვალინდელი საქართველო ივანიშვილის ხელში დაახლოებით იგივე რაც გუშინდელი იყო. გუშინდელი არ მოგწონდა, მაგრამ მიამიტურად გონია, რომ გუშინდელის მსგავსი იქნება ხვალინდელი დღე და ეს არ იქნება. ხვალინდელი საქართველო ივანიშვილის ხელში გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაშია და ვეღარ შეადარო ვერც გუშინდელს და ვეღარც გუშინწინდელს. ვერც 2024 წლის და ვერც 2016 და 2020. არა, ჩვენ აბსოლუტურად სხვა, ესე ვთქვათ, ნიშნულზე ერთი ოქტავ
თავით აწია, მაგრამ უყურეთ, ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ხო? ხელისუფლება გამოდის და გვეუბნება, რომ ახალ არჩევნებს კი არა, საერთოდ პარტიები უნდა აკრძალოთ. პარტიები მონაწილეობენ, ხო, არჩევნებში. ანუ ოპოზიციას აკრძალვით, ის გეუბნება, რომ რა არჩევნებზე ლაპარაკობს საერთოდ და ჩვენ ამასობაში ვფიქრობთ და სადღაც ტვინის ხვეულებში და სადღაც უკანა კაბინეტებში ვფიქრობთ ადგილობრივზე. ადგილობრივზე კი არა, პარლამენტის არჩევნების მოთხოვნა დღეს უკვე ჩემი აზრით აბსოლუტურად არაადეკვატურია. იმიტომ რომ დღეს ერთადერთი, იმიტომ რომ როდესაც ვითხოვ ახალ არჩევნებს, ნიშნავს იმას, რომ მე ბიძინა ივანიშვილს ვთხოვ ახალ არჩევნებს და იმას ვუშვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს ბანდიტები ჩაატარებენ, ასე თუ ისე შეზღუდული იქნება თუ არა შეზღუდული, ეგენი ჩაატარებენ. ლილუაშვილი მასში იჯდება, სუსის სავარძელში იჯდება თუ რაღაც რეგიონალური სამინისტროს სამსახურში, იგივენაირად ატარებს არჩევნებს. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ეს ჩემი აზრით, აქამდეც მე ამიტომ ვიყო, მაგრამ საზოგადოება პროტესტი მიდის, ნაბიჯ მიდის და როდესაც საუბრობთ რისი მოსმენა მინდოდა მაგალითად მე და ძალიან ბევრ ადამიანს ვინც იქ იყო გამოსული, სწორედ ის, რომ დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, საქართველოს ამ ხუნტის გარეშე, საქართველოს რა ვიცი, გადადექი, ბოდიშა ამ სიტყვისთვის და გააჯვი, რაც გინდა ის თქვი. ოღონდ ახალი არჩევნები აღარ არის, იმიტომ რომ უყურე როგორ არის იმათმა 2 ოქტავით აწიეს. რადიკალიზაცია გააკეთეს და შენ თუ ამ იმაზე და ნიშნულზე დარჩი, უბრალოდ გადაიჯეგები, იმიტომ რომ სიტუაციის არაადეკვატური გამოჩნდები. ამიტომ მით უმეტეს ამ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი საერთოდ წარმოუდგენელია, საერთოდ აი არ ვიცი, კაპიტულაციის ისეთი ფორმა, რომელსაც სახელი აი დღევანდელი აი ამ ექსპერიმენტების ამბავში შეიძლება მე 17 სიტყვით იყოს იმას შემოვიფარგლოთ. ამიტომ ეს არის დღეს და რა პრობლემა არის იგივე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით და ძალიან მოკლედ. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ხა მე არ ვარ მომხრე რაღაც არის გაბუტების არც, მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს ფორმატი გაეჭხირა და გაეჭხირა არა სხვათა შორის სალომე ზურაბიშვილის გამო. გაეჭხირა იმის გამო, რომ არსებობს პარტია, რომელსაც ქვია გახარია საქართველოსთვის, რომელიც არის ყველაფრის წინააღმდეგი, რომელსაც არაფერი არ უნდა. და ყველაფერზე იძახის არა. მოდი ეს გავაკეთოთ? არა. მოდი ეს გავაკეთოთ იმ ფორმატში? არა. და გამოვიდა რომ სალომე ზურაბიშვილი არის ამ გახარიას მძევალი და ეს გახარიას ერთადერთი ამოცანა აქვს. აი შემოიფარგლოს თავის ბოსტანი და თუ მოხდა რაიმე ტიპის ცვლილებები, მერე გამოვიდა თავისი აი უფრთხილდება იმ თავის 10%-ს გეგონება ხვალდაზე არჩევნები იყოს. მაკედან მოდის ის, რომ ხან გამოარდებიან ნაცი უდრის კოდს, ხან გამოარდებიან რაღაცას გამოაგდებენ, მოწმენდილ ცაზე იწყებენ აქეთ ზურგში დანის ჩარტყმას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი ის არის, რომ პროცესი იმაშობა წინ ვერ მიდის და ამიტომ ძალიან ლოგიკურია კოალიცია ახლების და ჩვენი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აღარ მიდის იქ წინ არაფერი. თუ რამე კონკრეტული იქნება მოვდივართ, მაგრამ ეხლა რაზე ვიყოთ? მძევალი ვიყოთ იმისი, რა ქვია, გახარიას კომპლექსების? და ჩვენ მანამდე ამ პოლიტიკურ სპექტრს იქიდან აქედან მანამდე არ უწერია გარღვევა, სანამ ამ კომპლექსებისგან არ გათავისუფლდება და ეს ხალხი ხელისუფლებიდან ყოფილი ხელისუფლება, ჩვენ კი არა ვართ, ყოფილი ხელისუფლება ეგენი არიან და დღემდე ვერ გამოსულა, რომ ხელისუფლება აღარ არიან. და ნაწილობრივ გონიათ, რომ ხელისუფლებაში არიან და გელაპარაკებიან როგორც ხელისუფლებაში, ხო მე ვიცი ეგ კომპლექსი რაც არის. ოღონდ ვიცოდი ეგ აი 12 წლის წინ, 15 წლის წინ და ესენი იქ არიან და ეს ფორმატი ეჭედება, ამიტომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა სალომეზე ზურაბიშვილზე. მან უნდა თქვას, არ გინდა, აი მაგალითად ეხა აი იმას ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობის საკითხი, ხო? პრინციპული საკითხია. დააყენოს. რატო ისამ? ესე ხო არ შეიძლება, ვინც პრეზიდენტს ეთანხმებით, მოდით. და რაში ვეთანხმები? მითხრა რამე მითხრა კონკრეტული, რომ რამეში დავეთანხმო? დავეთანხმები ყველაფერში, ოღონდ კონკრეტული ხო მაგალითად, ეხა მე ხელისუფლებაში ნამყოფი ვარ და ვიცი, რომ ნებისმიერი დაკიდებული თარიღი არის ყულფი კისერზე, რომელიც გიჭერს და გაწუხებს და არ გასვენებს, როცა ხელისუფლების კაბინეტში ზიხარ. მე მაგალითად დარწმუნებული ვიყავი, რომ აი 8-9 ხო? მე არის 14 ენის დღე. ნუ მე აღდგომა, მე არის 1 მაისი, ხო? მემარცხენე მემარჯვენე მნიშვნელობა არ აქვს, ეხა საერთო სოლიდარობის დღეთ არის. მე არის 8 ევროპის დღე.
მე არის 26 მაისი. მოდი გავაკეთოთ რა, როდესაც ჭესხო გუნდა არის, რომელიც უნდა გახდეს ზვავი. ეს არ არის ერთი მსახიობის თეატრი. რატო არ იყო მაგალითად ის ხალხი, რა ვიცი მე, პოლიტიკოსების მელოდინი სულ არ მინდა რომ იყოს. მაგრამ ხალხი რომელიც რა ვიცი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც რა ვიცი მე 24 საათი მართლა იგდა, მე ჩემ უამრავი ადამიანი ხა პაატა ისეთი ადამიანები, რომელიც პოლიტიკურად საერთოდ სხვა ნაპირზე იყვნენ, მთელი ცხოვრება და მაკრიტიკებდნენ. შეიძლება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ახლიდან დავინახეთ, ახლიდან აღმოაჩინეთ მათი სითამამე, მათი გამბედაობა, მათი რა ვიცი, შრომის უნარი და გამძლეობა, ხო? ადამიანები ჩამოვიდნენ 3 დღე იარეს, 3 წუთი მაინც მივცეთ ვალაპარაკოთ, როცა ერთი სალაპარაკო დღეა და დავმუხტოთ და მერე გავაგრძელოთ ისე უმდუმარე პროტესტი. რატო ამნიშნავანი გუნდა რომ გადაიქცეს ზვავად, უნდა იყოს ეს თარიღიდან თარიღამდე, უნდა მიდიოდნენ ეს ხალხი და აბარებდნენ იქ ანგარიშს რა გავაკეთეთ და რა ვერ გავაკეთეთ და აი ეს ზვავი მოხდება, დაანგრევს, არ დაანგრევს და ახალი ზღავის შესაქმნელად უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ეხლა ჩვენ გუნდაობთ და აუცილებელია ამ გუნდიდან გაკეთდეს, გაგორდეს და გაკეთდეს ზვავი. ეს უნდა გააცნობიეროს, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა პირველ რიგში და არ უნდა ვიყოთ არავის მძევალი. თუ იქნება წყობრი, ის კი არ არის, რა ქვია, ცხარი კი არა ეს ხალხი, რომ მარტო ჩვენ გეზი უჭირდება, მას ჭირდება ორიენტირი. აი ეს ორიენტირი მოირყა და მე ეს რწმენაზე აისახება. და ამიტომ არის ჩემი აზრით რომ უნდა იყოს მკაფიო და ეს რაღაცა გაბუტები და ისინი და პირველ რიგში მან უნდა ანახოს რომ აი ეს პირადი გადავდოთ. და სამწუხაროდ ჩვენთან მიმართებაში პირველ რიგში სააკაშვილთან მიმართებაში ეს არ არის და უნდა გვესმოდოს რომ იქით არის ზომბები და აქეთ ვართ ადამიანები და არ არის ვალდებული რომ ერთმანეთი გვიყვარდეს ჩვენ, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ხელი ჩავკიდეთ, იმიტომ რომ ზომბი არის ის გარჩევა, შენც დაკმენს, მეც დამკმენს და იმასა გახარიასაც მოაჭამს იმ თავის ცხვირს. მაინც იმური დავამთავრეთ. მადლობა, გიგი უყურებთ.